ვარ ცოტნებერიძე 5 წლის. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელი აქვს თამაშობ ვესტ ჯორჯიაში. მახსოვს პირველი დღე რომ ვესტ ჯორჯიაში მივედი. არავის არ ვიცნობდი, მაგრამ არ მნელობდი. ჩემი მწვრთნელია ზაურ სურნავა. ის არის მსახიობი და ზოგჯერ მკაცრი. მე ვარ ცენტრალური თავდამსხმელი. ჩემი მოვალეობაა გოლების გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 5 გოლი. 1 გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. მივბორდი შორიდან მაგრა დავარტყი და გავიტანე. მე ყველაზე კარგად გამომდის მატაობა. გამოსასწორებელი მაქვს მარჯვენა ფეხით დარტყმა. უკვე 2 ჯერ მქონდა შეჯიბრება. დინამო თბილისში თამაშად წავაგეთ, მაგრამ მაინც კარგად ვითამაშე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის რონალდო. საყვარელი გუნდია მადრიდის რეალი. მე მინდა საქართველოს ნაკრებში ვითამაშო 7 ნომრით. 5 წლის რომ გავხდი, მაშინ გადავწყვეტე ფეხბურთელობა. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 15 წლამდე. მე ფეხბურთის თამაში ვაპირებ 27 წლამდე. მე გავხდები სპორტის მინისტრი. ახლა დავდივარ ბაღში და არც ესე მომწონს. ყველაზე უფრო მომწონს სწავლა. გვასწავლიან ლექსებს და გვიკითხავენ ზღაპრებს. ჩემი საყვარელი ზღაპარია და ბრწყილი და ჭიანჭველი. ერთი სული მაქვს, როდის შევალ სკოლაში. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ძაღლი, ჩემი და ბებია. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 7 წლის და ქვია ემილი. ის არის ბრანჭია, ჭკვიანი და ლამაზი გოგო. ჩემი აზრით ემილი რომ გაიზრდება, გამოვა მოცეკვაო. მამიკო არის სიმპათიური, შრომელი და მხიარული. დედიკო არის ლამაზი, მსურნელი და თბილი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ბები არის მხიარული და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სუპი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ბურგერს. შეყვარებული იმიტომ არ მყავს რომ არ მინდა. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 29 წლის. მეყოლება 2 ბიჭი და ლაშა და ანდრია. ჩემი ცოლს დავარქმევ ანას. მე თავისუფალ დროს სულ თამაშობ. ჩემი საყვარელი თამაშია FIFA 24. ჩვეულებრივი თამაშებია მიყვარს დამალობანი. კიდე მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნია. ბოლოს მაჩუქეს ფეხბურთის ფორმა. თოლის ბაბას სულ მოაქვს საჩუქრა. სიმართლე რომ თქვა არ მახსოვს არშან რა მაჩუქა საჩუქარი. წელს მინდა მაჩუქოს რეალის ფორმა. ჩემი აზრით თოლის ბაბუ არის 39 წლის. მისი ნამდვილი სახელია ანდრია. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონას გავაჩენდი ბუცებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ლაშა ბერიძესთან ერთად. ის არის ჩემი ბიძაშვილი და კაი ბიჭი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა და რომ მქონდეს. მაგალითად მე მინდა რომ მქონდეს სისწრაფის სუპერძალა. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და დედიკოს ჩახუტი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.